გახლავთ ჩვენს ეთერში მუსიკის დროა და ანიკე კვასთან გადავალთ. მშვიდობისა ზუზუ გიორგი მოგესალმებით ტელემაყურებლებო. დღეს ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ და რუბრიკის მეორე ნაწილში გველოდება განსაკუთრებული სიურპრიზიც. რას ნიშნავს მუსიკა და რა როლს ასრულებს მუსიკა ადამიანის ცხოვრებაში? იკარგება თუ არა ნიჭი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა პროფესიულ საქმიანობას ვასრულებთ? ამას ძალიან კარგად ასახავს ერთი საინტერესო ადამიანის, ედუარდ არზუმანოვის ცხოვრება, რომელსაც უყვარს სიყვარული და მე ვფიქრობ, რომ მუსიკა არის სიყვარული თავად და შესაბამისად აღმოვაჩინე, რომ მისი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს წარმოადგენს მუსიკა არა მხოლოდ სცენაზე, არამედ პროფესიული საქმიანობისას. თუმცა დიდ სცენაზე მისთვის საპატივსაცემო მომღერლებთან ერთად სიმღერის შესრულება კვლავ მის ოცნებად რჩება და მე შევეცდები, რომ დღეს ეს ოცნება ნაწილობრივ მაინც ავუსრულო. თუ როგორი არის მისი ისტორია და რა გზა გამოიარა აქამდე, ამას ჩემ სტუმრებთან ერთად შევიტყობთ ინტერვიუდან, რომლებიც ახლა ჩემთან სტუდიაში მობრძანდებიან. მოგესალმებით. ედუარდ არზუმანოვი არის ჩემთან ერთად სტუმრად და მისი მეგობარი ჯორჯ ხაშილაძე, ეროვნული სერვისების ასოციაციის ამბასადორი, მასპინძელი. მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა დაპატიჟებისთვის. ძალიან მოხარული ვარ. სანამ ვიდეოს შევეხებით, რომელიც მე მგონი საქვეყნოდ ცნობილი არის უკვე, მინდა დავიწყო ისტორიიდან. ედუარდ, როგორ დაიწყო შენი მუსიკასთან შემხებლობა და საიდან იწყება? მე როგორც ვიცი, კლასიკასთან ძალიან ახლოს ხარ, ასე რომ მინდა რომ მოვუყვეთ ამის შესახებ. მოგესალმებით სულ ყველას, დილა მშვიდობისა. დაიწყო ასე, ერთი მშვენიერი სამუშაო დღე იყო სამზარეულოში და ბიჭებმა ედო მიდიო რა გეხვეწებიო, ცოტა გაგვართეო, ვართობ ხოლმე. ერთი სიმღერა მეთქი კაით რა, კაი დაღლილი ვარ, ერთი სიმღერა ხო კაი მე და სპონტანურად ესე წავიმღერე და ვიდეოზე გადაიყო ერთ-ერთმა ჩვენმა მზარეულმა თენგობლისთვისაც. მასაც დიდი მადლობა, რომ გავცელა ეს ვიდეო TikTok გვერდზე და რა ვიცი და რა საკიდან დაიწყო სიმღერა? მე დავიწყე 9 წლიდან სიმღერა. ვიგძენი რომ უკვე პირველი ჩემი სიმღერა იყო ოსოლე მიო, რომელიც უკვე მივხვდი რომ შემილია. ესე რომ ვთქვათ, მე ნელ-ნელა სმენით უსმენდი დიდ მომღერლებს და სმენით დავიწყე სიმღერა. მე შევეშვი ცოტა ხანი გარდატეხის ასაკში, მე ისე ვიყავი რა, როგორ გითხრათ, არ გავყევი ბოლომდე და მე ვიფიქრე, რატო არ გავყვე. რითი იყავი დაინტერესებული უფრო რა მუსიკალური ჟანრით? რავი, უფრო აი კლასიკა და ესტრადა, მეტი კლასიკა. აი ყველანაირი ჟანრი მიყვარს, მაგრამ უფრო კლასიკა და ესტრადა. ქართული ასე ვთქვათ, ქართული. დღეს რა დოზით არის შენ ცხოვრებაში საინტერესოა მუსიკა, როგორც ხედავ, ანუ ეს შენი ცხოვრების თანმდევი არის. კი, რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრების ნაწილია, მუსიკა არის ჩემთვის ნომერ პირველი, ესე რომ ვთქვათ. მუსიკა არის ჩემთვის პირველი და რავი, დიდი იმედი მაქვს, რომ ალბათ კარიერას გავაგზელებ და უკვე სხვა დონეზე მივალ, დიდ სცენაზე დავდგები, დიდ მომღერლებთან ერთად, რომელიც ჩემი ოცნებაა და ვიმღერებ, იმედი მაქვს, ღვთისწყალობით. ეს გველოდება ესეთი სიურპრიზი, რომელზეც მე მგონი ცოტა მეორე ნაწილში გადავალთ. კი ბატონო, დიახ. მანამდე ჯორჯს მინდა ვკითხო, საიდან აღმოაჩინეთ ეს ადამიანი და საინტერესო არის, ნუ დღეს როგორ მიმდინარეობს მისი ცხოვრება და თქვენ რა როლი გაქვთ მისი ცხოვრების განვითარებაში? ედო მართლა ვიტყვი, რომ აღმოჩენაა ჩემი ცხოვრების, ჩემი კარიერის. ახალი გადასული ვარ ახალ კომპანიაში, კრავდ გრილში და ლუჩში და ერთ საღამოს მომესმა რაღაც საოცარი სიმღერის ხმა და ხმას გავყევი რა, როგორც ხდება ხოლმე და შევედი და აღმოჩნდი სამზარეულოში, სადაც პირველად ვნახე საერთოდ ეს ადამიანი როგორც თანამშრომელი და ეს მღეროდა და ჩემი რეაქცია იყო რაღაც საოცარი, რაღაც შოკის მომვრელი, იმიტომ რომ აი ხმა და მის სიმღერა და მის ტალანტი ერთ დღეში მილიონობით ადამიანის გულამდე მივიდა და ის სულში ჩაწყდა ყველას და უღებდნენ ჩვენი თანამშრომლები, მზარეულები მაგ ვიდეოს, ეგ პირველი ვიდეო კახეთოზე. შემდეგ გააზიარეს და ნუ მაგას რაც მოყვა, ეხა ყველამ ვიცით. ანუ უკვე საქმის კურსში იყვნენ, იცოდნენ რომ მღეროდა თუ პირველი სიმღერა აი ამ მომენტში მოხდა. პირველად აღმოაჩინეს რა ის შემთხვევა. კი, არა, იცოდნენ რომ მღეროდი, მაგრამ ვიდეოები ვანახე, გავიგეთო მღერი ხარო, ვიდეოებს რო ვანახე, შენ არა ხარ მე. რო არ გჯერა, იმას მიკეთებდი. მე ხუმრებოდნენ და მეთქი, ვაუ, კაი და აბა ერთი იმღერი თუ შენ მღერი ხარ. ესე კი პირველად ესე ფართად მოხდა ამ მომენტში, როგორც მოხდა. და მე გამოვედით უკვე გარეთ დარბაზში, ქეზოში
და რაღაცებს უმღეროდით და მე უღებდი და იმის მერე სულ დავყვები გვერდში და მის თითოეულ რაღაც დღეს და რაღაც მომენტს ვცდილობ რომ ესე ავსახო ისტორიასავით. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის პირადად, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ხარდამჭერი ვარ და მინდა რომ მისი ცხოვრება გავდეს რაღაც კინოს რა, ეს სამზარეულოდ და შემთხვევით დაწყებული, რომელიც ეს ბედნიერი გაგრძელებით და დასასრულით რა, რომ ისე. და ძალიან დიდი მადლობელი ვარ პირველ რიგში ჯორჯის, რომ ძალიან დიდი დახმარება გამიწია და ღმერთმა ამრავლოს ესეთი ადამიანი და საქართველოს აყვავდებოდა. მე მჯერა ზოგადად სიკეთის ზალის და მჯერა სასწაულების რა და ჯერა იმისაც რომ ამ ადამიანის ნამღერი მივა ის ადამიანების ყურამდე და გულამდე მე მგონი უკვე მივიდა ამას ნახავთ ცოტა ხანში ჩემთვის საინტერესო არის კიდევ ვიცით რა ისტორია როგორც ვიცი რომ გარკვეულ პროექტებში გააქვთ მონაწილეობა მიღებული თუმცა ალბათ ნუ ეს იყო ის დასამახსოვრებელი მომენტი ხო ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რამაც თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი როლი ითამაშა იმიტომ რომ დღეს უკვე აქვს ხედვართ და ასე ვთქვათ დღევანდელი დღე რავი აი რაც კი მონაწილეობა მიღებული, ესე რომ ვთქვათ. მე შარშანაც ვიყავი, კარგად იცით, რუსთავი ორზე ვიყავი, გვაჩვენე შენ ხმის სუპერფინალშიც კი გავედი. საუკეთესო ათეულში შევედი, ასე რომ ვთქვათ და რავი, ესე არ ყოფილა ესეთი აჟიოტაჟი, როგორც ეხლა მოხდა ეს კახეთო აჟიოტაჟია. მე მგონი ბევრმა ადამიანმა ამ ვიდეოს მეშვეობით გაგიცნეს და ახლა უკვე დეტალურად თქვენი ისტორიის შესახებ უკვე ვაცნობთ ჩვენს მაყურებელსაც და ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. რა არის თქვენი სამომავლო გეგმები? ესეც საინტერესო არის რომ ვიტყრა. სამომავლო გეგმები, ჩემი ოცნება, რა ვიცი, ახლა რო იძახენ წინასწარ არ იძახენ, მაგრამ ვიტყვი რომ მე მინდა რომ სცენაზე ვიყო, ჩემი სიმღერები დავწერო, ჩემი სიმღერები მქონდეს და ერთი მაინც ალბომი მაინც ჩავიწერო რომ ჩემი მქონდეს და ვიმღერო და სცენაზე ვიყო და ხალხი გავახარო ჩემი სიმღერებით და მეც გავიხარებ. მეც ვიტყვი რა, მე მინდა რომ ედოს საღამოები, ივენთები კეთდებოდეს, პატარა კონცერტები, სადაც გვეცოდინება მთელ ერს და საქართველოს სად შეიძლება მივიდეთ და მოусმინოთ აი ესეთ ალანს კიდევ ერთხელ დავწერთ ჩვენს ქვეყანაში. მე უნდა გავამხილო ახლა ერთი საიდუმლო ნუ ალბათ ნაკლებად არის, თუმცა ნუ სანამ ამ ესე ვთქვათ, შეხვედრას ვგეგმავდით, ჩემთან სახლში იმყოფებოდით თქვენ და ჩვენ ვისაუბრეთ კიდეც და ნუ ეს შეინიშნება, რომ ნამდვილად მუსიკა, სიმღერა არის თქვენი ცხოვრების ნაწილი, იმიტომ რომ იმდენი სიმღერა შესრულდა, რომ საუბრის დროც არ იყო ფაქტობრივად და იმიტომ რომ ამით ხართ მოცული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი საქმიანობისას, როგორც ვატყობ, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროსაც ბუნებრივია, არ გაჩერებულა შემიძლია თქვა. სულ სიმღერით საუბრობდით. სცენას გავს. ახლა მინდა გადავიდეთ იმ მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელიც, რა ვიცი, ჩემი ინიციატივა იყო და იმედი მაქვს, რომ გაგიხარდებათ თქვენს. ვინ თუ არა ამ სიმღერის ალბათ კახეთო ვნახე მე თქვენი მოსმენილი ვიდეოში და ვინ თუ არა ამ სიმღერის უბადლო შემსრულებელი საქართველოში მე მგონი ვფიქრობ რომ არა სუბიექტურად არამედ ობიექტურად პირველი ხმა საქართველოსი აჩიკო ბერიძე მინდა მოვიწიო ჩვენთან სტუმრად ეთერში მოგესალმებით აჩიკო და მინდა რომ ასე ერთობლივად დუეტი შეასრულოთ დღევანდელ დღეს ფაქტობრივად ექსპრომტად გამოდის ეს ამბავი. ექსპრომტად გამოდის. მე გითხარით, რასაც გეგმავდი, უბრალოდ დეტალები არ ვიცოდით. ასე რომ მეც ცოტა ისეთ ემოციებში ვარ დღეს და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივივლოთ. უკვე აჩიკო, ძალიან დიდი მადლობა ესე დილა ადრიან ჩვენთან ერთად ყოფნისთვის და როგორც კი იდეის შესახებ გითხარი, მაშინვე დამთანხმდი და ეს უნდა აღვნიშნო აუცილებლად. იმიტომ რომ ეს არ არის ხოლმე ხშირი ასეთი პასუხი. მინდა შენი ემოციები მითხრა კახეთოსთან დაკავშირებით პირველ რიგში, იმიტომ რომ ნუ არ ვიცი უკვე ალბათ მთელი ცხოვრება ამას ასრულებ ჩემი აზრით და ყველაზე მეტად შენიცი ამ სიმღერის ენერგეტიკა და რა ვიცი, ალბათ აგვიხსნი. მოგესალმებით, დილამშვიდობისა, მივესალმები სრულიად საქართველოს. ძალიან მიხარია ესე რომ ეთქვი ჩვენ შეხვედრას გავუმარჯოს ჩემო ედუარდ. ინაცოლე შემოგევლე. იცით ახლა ხო წარმოგიდგენიათ დღეში რამდენი ვიდეოს მიგზავნიან კახეთოს ვიდეო ზოგი აი სტორებში ვიღაცების ნამღერი რაღაცა და
მოკეთ ერთ-ერთი იყო რომ გამომიგზავნეს შენი ვიდეო ედა. იცოდი ხა საქმის კურსში იყო. არა, თავიდან რომ გამომიგზავნეს, ჩავთვალე რომ ალბათ მორიგი ისეთ ვიდეოა რაღაცა ჩვეულებრივი ვიდეო და ეხლა საქართველოს იმდენად ნიჭიერი ქვეყანა რომ აღარ მიუკვეს კარგი კაი ნამღერი აღარ ისეთ ნამღერის მომისმენია, ესეთ ნამღერის მომისმენია. მაგრამ ეს იყო მართლა გულსფერად განსხვავებული ნამღერი, იმიტომ რომ სიმღერაში თუ რამე აი გამაკვირვებს და მომასმენებს არის აი გულსფერობა, აი ალალი ნამღერი და თუ კიდევ უფრო ცოტა პროფესიონალურად შევხედავთ, აი ხმის ტემბრი. აი განსაკუთრებული და განსხვავებული ხმის ტემბრი. ჩემოედო რომელიც შენ გაქვს და აი ეს ყველაფერი ერთად რაღაცა ისეთი იყო, ძალიან შტამბეშტავი იყო და რომ მითხრა ანიმ რომ მოკეთ ერთად და იმღეროთ და დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ქართულ სიმღერას ეგ ძალა აქვს და რომ ადამიანები ერთმანეთს შეახვედროს და ამეგობროს და აი ეს სიყვარული და ენერგეტიკა გავცეთ ხო მეტი ჩვენ რა შეგვიძლია სიყვარულზე კაი არაფერია იცი რა მინდა აღნიშნო მე უნდა აღნიშნო რომ განსაკუთრებულად მეც გეთანხმები რა თქმა უნდა მუსიკალურად რომ თქვა ჩვენი შესაძლებელი არ ვიცი რამდენად არის უბრალოდ აი რაც აღნიშნე რომ გულწრფელობა ძალიან მნიშვნელოვანია სიმღერისას და ტემპს რაც შეეხება მე ვფიქრობ რომ კლასიკასთან ალბათ ნუ რა ვიცი ძალიან იშვიათად რომ ადამიანი ძალიან ახლოს იყოს კლასიკურ მუსიკასთან და კარგად გამოსდიოდეს ეს და თან მინდა აღნიშნო რომ როგორც აღნიშნა ოცნება იყო ლუჩენო პავაროტისთან და ანდრეა ბოჩელისთან სიმღერა და მე მგონი შენი ოცნებაც ეს იყო ოდითგანვე მახსოვს და ეს პარალელებიც მინდა რომ გავავალო კი თან ეს კლასიკური მანერა სიმღერის უკვე ძალიან იშვიათია თან ვითომეთ აი ქართულ სიმღერაში ოდითგანვე ხავ ანიკო მაჭავარიანი და ყავდნენ ჩვენ მომღერლები საშუალო ბევრი არა, მაგრამ ყავდა აი საოცარი ადამიანები, ვინც აი ქართულ სიმღერებს ხოდა კლასიკური მანერით ასრულებდნენ და დღეს კიდე იშვიათობა ცოტა გახდა და ჯერთი ეს სოფლიოში ხო გვაქვს ესეთი ბევრი ამბავი რომ მოგვისმენია მაგრამ მარიო ლანცა ხო მარიო ლანცა ნომერ პირველი იყო მარიო ლანცაც სარესტორნო მაშინ მუშაობდა ინდუსტრიაში მუშაობდა ერთ-ერთ რესტორანში სადაც სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს რომ მარიო ლანცა თურმე მომღერალი იყო და არც მუსიკალური განათლება ჰქონდა არაფერი და შემდეგ ეს ნიჭი ისტორია ისტორია ნამდვილად გისურვო მინიმუმ მარიო ლანცას გაგაგლოს ჩემოედო მოდით ახლა გადავიდეთ ჩვენს ესე ვთქვათ თავარ იდეაზე რაც გქონდა შეგვიძლია უკვე სიმღერის ნაწილზე გადავიდეთ და შევასრულოთ კახეთო დილა ადრიან ძალიან რთულია ამის გაკეთება და დიდი მადლობა ამისთვის კიდევ ერთხელ მეგობრებო ოჰო დილი ძალიან ძნელია ცოტა მაგრამ არ აუშავს იზავთ რაღაცას
ემოციებით, გემშვიდობებით ჩვენი სტუდიიდან მე მგონი შედგა ჩვენი მეგობრობა და ეს სურვილიც ავასრულეთ დღევანდელ ეთერში და მე ძალიან მოხარული ვარ იმედ მოგცემ თქვენც მოგეწონათ.